მოგესალმებით. ახალი ფორმატით ბრუნდებით. განახლებული ლოგო, სტუდია და შემართება. ენერგეტიკის სფეროს შესახებ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. მე ვარ ბექა რომანაძე, ენერგომეტრის წამყვანი. გადაცემის ბოლოს სიურპრიზს გვირდებით. ბოლომდე გვიყურეთ. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ მაყურებელს ენერგეტიკის სიახლეები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ვისაუბრებთ პროფესიულ განათლებაზე და კარიერულ პერსპექტივებზე. გადაცემის ციკლს გავხსნით ახალგაზრდა მომავალი ენერგეტიკოსით, რომელიც კოლეჯ ბლექსიში სწავლობს ელექტროობის მიმართულებით. ჩემი სტუმარია გიორგი ჭელიძე. მოგესალმები გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმები ბექა, მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისათვის. მოხარული ვარ რომ შენი ახალი გადაცემის პირველი სტუმარი ვარ მე. გიორგი, რატომ ენერგეტიკა? პირადად შენ რატომ აირჩიე ეს სფერო? ენერგეტიკა მარტო ენერგეტიკაზე არ არა, სტუდენტები როდესაც კონკრეტულ პროფესიებს ირჩევენ, უყურებენ არის რამდენად მზარდი არის ესა თუ ის პროფესია, რამდენად განვითარებადია. აქედან გამომდინარე ენერგეტიკაც ჩამოთვლითაგანს აკმაყოფილებს, მაგიტომ მოხდა რომ ჩემი ინტერესი გამოიწვია ენერგეტიკა. პროფესიული განათლების შემდეგ ხომ არ ფიქრობ სხვა საფეხურზე, მაგალითად უმაღლეს სასწავლებელში ამ მიმართულებით სწავლა რომ გააგრძელო? ენერგეტიკის შემდეგ ენერგოპრომ თავაზობს დასაქმებას ენერგოპროში. ენერგოპროში არის გარკვეული საფეხურები, რაშიც მირჩევნია უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე და ჩემი ცოდნა გავიღრმავო. როგორ ფიქრობ, საქართველოში ახალგაზრდებმა რატომ უნდა აირჩიონ ენერგეტიკის სფერო, რა იქნება შენი მათთვის მთავარი არგუმენტი, რას ეტყოდი მათ? ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა აინტერესებდეთ ეს სფერო, შემდეგ რაოდენ მასშტაბურია მაგას ვიტყვი, სადაც არ უნდა მიხვიდე, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა დაწესებულებაში კულინარიაში კულინარიულ დანადგარებს ჭირდება ელექტრიკოსი, კონკრეტულ მშენებლობებს ჭირდება ელექტრიკოსი, საავადმყოფოებს ჭირდება ელექტრიკოსი, ეს პროფესია არის მასშტაბური და პერსპექტიული, ამის გამო ჩემი აზრით უნდა აირჩიონ ეს პროფესია. პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროში. აი, როგორია სწავლების პროცესი კოლეჯში და რამდენად მზად გრძნობ თავს პრაქტიკული მუშაობისთვის? კოლეჯ ბლექსიში კარგად მიდის სწავლების პროცესები, ჩვენთან არიან მაღალი კვალიფიკაციური მასწავლებლები. ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ოთარ ხაჯიშვილი, რომელიც 23 წლის ასაკში მივიდა კოლეჯ ბლექსში და 50 წელი ახლახან შეუსრულდა იქ მუშაობის პერიოდში. აქედან გამომდინარე სწავლების პროცესი უფრო მიდის მშვენივრად, ნორმალურად. ეს მარტო სწავლების პროცესი არ არის დამოკიდებული პედაგოგებზე. სწავლების პროცესი დამოკიდებული არის თუ როგორი ჯგუფი და როგორი ადამიანები სწავლობენ შესკვერდით. ჩვენთან სწავლობენ 20 წლიანი გამოცდილებით პიროვნებები, რომლებისგანაც დიდ მაგალითს ვიღებ. ასევე სწავლობენ ჩემს ერთად ენერგოპროში დასაქმებული პიროვნება მამია ქვილითაია, რომლისგანაც საკმაოდ საგანმანათლებლო რჩევებს ვიღებ და ასე შემდეგ. საინტერესოა. გიორგი, შენ ხარ ენერგოპრო ჯორჯია სტიპენდიანტი. გვიანბე როგორ მოხვდი ამ პროგრამაში და რა გავლენა იქონია ამან შენს განათლებასა ან კარიერულ გეგმებზე? სწავლების პროცესში შემოვიდა ჩვენთან ბატონი ოთარ ხაჯიშვილი და მითხრა რომ ენერგოპროდან მოდიოდა წარმომადგენელი ქალბატონი ინგა მართალიშვილი და უნდა თუ ქონდა სურვილი გასაუბრებაზე შეცვლის. მე რა თქმა უნდა გამოვთქვი ინიციატივა. ენერგოპრო ჯორჯია არა მხოლოდ სტიპენდიას, არამედ სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირებასაც სთავაზობს სტუდენტებს. რას ნიშნავს ეს შესაძლებლობა შენთვის? ჩემი აზრით სტაჟირება გავლილი თეორიის და ნასწავლი პრაქტიკის ერთ-ერთი ცოდნის გასაღრმავებელია და რაც საჭიროა ელექტრიკოსისათვის. რა გეგმები გაქვს მომავალში? სად ხედავ საკუთარ თავს ამ სფეროში? მომავალში მე ზევითაც აღნიშნე ენერგოპროს დიდ ოჯახში ვაპირებ რაღაც საფეხურებზე მისვლას და ჩემი გეგმებიც ენერგოპროს უკავშირდება რა თქმა უნდა. მადლობა გიორგი სტუმრობისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის გაზიარება სხვებისთვის. საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი გამოგვივიდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ უჭერს მხარს დარგში ახალგაზრდა თაობას სხვადასხვა კომპანიები მათი პროფესიული განვითარებისთვის, რას აკეთებენ ისინი.
დღეს ჩვენ კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის, გიორგისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. მინდა ჩვენს სტუდიაში მოვიხმო ენერგოპრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ტრაპაიძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გძანდით. ვიცით რომ თქვენი კომპანია ზოგადად ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრ გზას ხსნის და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მათ აღმოჩენასა და მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ გვყავს სტუდიაში ერთ-ერთი ასეთი წარმატებული სტიპენდიანტი. რაიმე ხომ არ გაქვთ მისთვის რაიმე სასიამოვნო შეთავაზება ან სიახლე? შეგიძლიათ ამაზე რომ გვესაუბროთ. პირველ რიგში ბეკა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან ლამაზი, კარგი სტუდია გაქვთ და წარმატებებს გისურვებ ამ ახალ განახლებულ ფორმატში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და დღევანდელ შეთავაზებას, კი გიორგისთვის გვაქვს მე მგონი ძალიან სასიამოვნო შეთავაზება. ეხლა მინდა შევთავაზო ჩვენს კომპანიაში დასაქმება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც არის ფილიალის დირექტორის უკვე ხელმოწერილი, ამას აკლია მხოლოდ და მხოლოდ თარიღის დასმა და შენი ხელმოწერილი. როდესაც როგორც კი შენ გადაწყვეტ რომ მზად ხარ უკვე გაიზარდე იმისთვის რომ დასაქმო ჩვენ კომპანიაში, გვეუბნები სვამთ თარიღს და ხდები ჩვენი თანამშრომელი. მე მგონი სასიამოვნო შეთავაზება არის. დიახ, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის და ვესტები იმედები არ გაგიცრუოთ. ბატონო გიორგი, რამდენად ხშირად ხდება რომ გადაცემაში ესე დასაქმებას თავაზობთ ხოლმე ახალგაზრდებს? რომ გავიხსენო მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ TV შოუში ვიყავი მოწვეული და იქ ახალგაზრდებს შევხვდით ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს და ერთ-ერთი სტუდენტი ძალიან მომეწონა და პირდაპირ ეთერში შევთავაზე სტიპენდია, მაგრამ ესე რომ დასაქმება ეგეთი არ მქონია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გიორგიზე მხოლოდ და მხოლოდ კარგი გვესმის, კარგად სწავლობს, კარგი ახალგაზრდაა, პერსპექტიული ახალგაზრდა, ამიტომ დაფიქრების გარეშე თამამად შემოგთავაზეთ ეს გადაწყვეტილება თამამად მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვინანებთ და სწორი გადაწყვეტილება იქნება. აი რა არის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კომპანია უყენებს ახალ თანამშრომლებს და აი რითი არჩევთ სტუდენტებს, რას თავაზობთ კიდე ზოგადად ამაზეც რო გვესაუბროთ გარდა ამ შემთხვევისა. პირველ რიგში ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს. მოტივაცია არის უმნიშვნელოვანესი, ადამიანი თუ იქნება მოტივირებული, ახალგაზრდა თუ არც თუ ისე ახალგაზრდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მოტივაცია. ადამიანი თუ არის მოტივირებული, ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე რომ კოლეჯებთან ერთად, სახელმწიფო თუ კერძო კოლეჯებთან ერთად ვიღებთ ჩვენ თავზე რომ ვასწავლით ყველაფერს. მეტიც ჩააბარონ კოლეჯებში, უფასოდ სწავლობენ, კოლეჯში სწავლა არის უფასო, ელექტროობის და ელექტროინჟინერიის მიმართულებით. შენ არა მარტო სწავლა, არამედ სტიპენდიასაც კი ვთავაზობთ, უკვე დღეს ისაუბრეთ ამაზე სტუდიაში, თუმცა მას გავმეორდები, შევთავაზებ სტიპენდიას და რა თქმა უნდა კომპანიაში დასაქმებას. არა მარტო დასაქმებას, კარიერულ განვითარებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ კომპანიაში აწყობილი კარიერული ზრდის საფეხურები და ადამიანი ჩვენთან რო შემოვა, თავიდან მთელი მისი კარიერის განმავლობაში ვაქცევთ ყურადღებას და ვთავაზობთ ეტაპობრივ დაწინაურებას კარიერულ და პიროვნულ ზრდას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი თანამშრომელი ვალენტინა ზიბზიბაძეც, როგორც ვიცი, ტექნიკოს ელექტრიკოსი იყო და რაღაც პოზიციები შეიცვალა, როგორც მახსოვს. კი ბატონო, ვალენტინა ზიბზიბაძე იყო ელექტრიკად, ტექნიკოს ელექტრიკოსად, ჯერ იყო სტიპენდიანტი, მერე იყო სტაჟორი, მერე გახდა ტექნიკოს ელექტრიკოსი და დღეს არის უბნის უფროსი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბნის უფროსი არის და წარმატებით უძღვება ამ საქმიანობას და აქ ბარემ ვალენტინაზე თუ გაგვახსენდა ვალენტინა, ვიტყვი რომ გოგოებს ძალიან მივესალმებით, ენერგეტიკა და ნებისმიერი პროფესია არ აქვს სქესი, ამიტომ გოგონებს ქალებს მივესალმებით ენერგეტიკაში, მეტიც ნებისმიერი ქალი გოგონა, ვინც ჩააბარებს კოლეჯში, ავტომატურად მიიღებს ჩვენგან სტიპენდიას. მადლობა გიორგი, ესეთი საინტერესო შეთავაზებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. დღევანდელი გადაცემა მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჩვენ არა მხოლოდ ვისაუბრეთ ენერგეტიკაზე, არამედ ვიხილეთ რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს კომპანია ახალგაზრდა თაობაზე და ქმნის მათთვის წარმატებული კარიერის აწყობის შესაძლებლობას. გიორგისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება და ჩვენ მას წარმატებებს უსურვებთ ენერგოპრო ჯორჯიას გუნდში. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით შემდეგ ეთერში ენერგომეტრის ახალ გამოშვებაში, სადაც უფრო კიდევ საინტერესო თემებზე და სტუმრებით გიმასპინძლებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.